აბა გავსინჯოთ ეხლა როგორი გამოვიდა. მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რომ უყურებთ ჩემ აქს, დიდ მადლობას მოგიხდით. წინასწარ გეტყვით იმას, რომ ვისაც არ აქვს გამოწერილი ჩემი ახი, გამოიწერეთ, ნუ გეზარებათ. თუ უყურებთ და რაღაცები მოგწონთ, გამოიწერეთ, რომ მე შეტყობინება მოგივიდეთ და ნახოთ მომდევნო ვიდეოები. ეხლა პირდაპირ გადავალ საქმეზე. რა მინდა გითხრათ ორი სიტყვით. ბევრმა მომწენა, რომ აი რაღაცა ძველებურებს აკეთებ, თანამედროვეები გააკეთე და მე რამოდენიმე ესეთი კომენტარი იყო, ლადო სულ ახსენებო, რომ ძველი თბილისური და ჩემ მაყურებელს ნანახი აქვს სხვადასხვა არხებზე, YouTube-ზე რა თქმა უნდა, სადაც აკომენტარებენ, რომ ეს არის სომხური მწვადი. და მე მომთხოვეს, შენი ვერსია გვაჩვენე სომხური მწვადის თუ იციო, მით უმეტეს ძველ თბილისში ხარ ნაცხოვრიო. და გადავწყვიტე, რომ დღეს გამეკეთებინა თქვენთვის ძველი თბილისური ტრადიციებით ნამდვილი, რასაც თქვენ ნამდვილი სომხური მწვადი, მაგას ხარს უსმევ, იმიტომ ჩემო ძვირფასებო, რომ გაჩვენებთ ახლა რატო ნამდვილი სომხური. მაგრამ აქ იყო ესეთი თემა, მე უნდა დამერქვია ამ მწვადისთვის, მწვადი ტაფაზე. და მოხდა სასწაული ამბავი რაღაცა, ცოტა ხნის წინ კურიერმა მომიტანა საჩუქარი, სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი მაყურებლისგან, ეხლა არ ვახსენებ ამ ნიკნეიმს, რითიც შემოდის ხოლმე ჩემთან კომენტარებში და რაღაც საჩუქარი გამომიგზანა და ეხლა გაჩვენებთ მე თქვენ. ცოტა ხანი ესენი მოვასილოთ. ცოტა ხანი და ნახოთ ეხლა რა საჩუქარი მოგიზადა და გამოგიგზანა ჩემმა მაყურებელმა. так, ესე იგი აქ რაღაცა ძალიან საინტერესო რაღაცაა. ეს არის დანა. დიდი მადლობა ხალბატონს, კაიდანა ჩანს. აი ესეთი დანა მაჩუქეს და ძალიან საინტერესო და ცოტა არ იყოს კომიკური, პატარა, უკვე ხედავ. აი ესეთი ესეთი პატარა მაყალი, ძალიან კომიკური და პატარა ესეთი მაყალი მაჩუქე, ამოვიღეთ ახლა. აი ესეთი პატარა, ნახეთ პატარა მაყალი მაჩუქეს. აი ესეთი პატარა, ნახოთ რამდენიმე შამპური მაქვს, რომელი შამპური დაეტევა. ბინის პირობებში სხვანაირად მე ვერ შევწავდი. აი ესეთი მაყალი მაჩუქა ხალბატონმა. საიდუმლოდ დავტოვებ ნიკნეიმს, რომელიც მწერს ხოლმე კომენტარებში, დანა და მაყალი. დიდი მადლობა ხალბატონო. მე კომენტარებში მოგწერთ კიდევ. ნახოთ როგორი შამპური დაეტევა ახლა. მე მაქვს სხვადასხვა ზომის შამპურები და ალბათ, რა ვიცი, აი ესეც წავა, ეს შამპური წავა. ეს ადრე მქონდა ეს ელექტრომაყალი, ეს ცოტა პატარაა. სხვა ზომის შამპურებიცა მაქვს, რომელსაც დიდ მაყალზე ამ ბუნებაში რო ვიყენებ, მაგრამ ყველაზე ნორმალურად აი ეს შამპურები წავა და ნახოთ, ალბათ მომიწევს ხორცის, აი ესე 4 კი ეტევა, მაგრამ 3 თავისუფლად ეტევა, 3 თავისუფლად ეტევა. შევეცდები, რომ პატარა ცოტა შედარებით პატარა ნაჭრეები დავჭრა დღეს ჩვენი ღორის ხორცი. ნუ ნელ-ნელა გადავიდეთ ახლა მზადების პროცესში. ნახოთ აბა, დანო ნახოთ აბა როგორი დანა გამოგვიბრძანეს, ხო? გავხსნათ. როგორი დანა გამოგვიბრძანეს, ნახოთ. ალბათ კარგი იქნება. რაღაც ძალიან მაგრაა შეკრული. გავხსენით, ხო, დანო? როგორმე გავხსენით? დანო, დანა გავხსენით. დანო, დანა გავხსენით. ნახე, დანი, როგორ ხდება?
ნელა ხელი არ გაგეჭრას, აი. აბა ნახოთ, აი ესე სინჯავდნენ ადრე დანას. ჭრელია თუ არა, ნახოთ, აი ესე ჩხილზე. ო, მართლა მაგარი ჭრელია, აი. ჩხილზე მეწაულსო ესე დანი. ვაიგე? რო ნახო რომ დანა ჭრელია თუ რა ესე. არ უნდა ისრიალოს ჩხილზე დანა, აი მაგარი დანაა. გადავიდეთ ახლა პროცესზე პირდაპირ. მოკლედ რა გვჭირდება ჩვენ აი ამ თბილისური სომხური ადათით მომზადებულ მწვადს. რა გვჭირდება წეღა რო გითხარით ხაზისა პირველ რიგში გეტყვით რომ კაი ხორცი გვაქვს აღებული, აი დანოაჩვენე. აი. ეგრეთ წოდებული შეიკა. აი ესეთი კაი ნაჭრებია, ზოლიანი კონით და რაც თავარია, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ურცი გამოვიყენეთ წინა ვიდეოებში სხვადასხვა კერძებზე, უფრო ხორცზე იყენებენ. სომხურია მეთქი და კომენტარებში მომწერეს სავსიაო თბილისისო სხვადასხვა ბაზრებში ყიდიანო სუნელების გამყიდველებიო. მე არ შემხვედრია, ჩემო ძვირფასებო, არის ერთი ადგილი, სადაც ყიდის სომეხი ქალბატონი და ვიცი რომ ჩამოაქვს სასომხეთიდან. მე ხშირად ამას არ ვიყენებ. შეიძლება თბილისელმა კულინარებმა არ მოიწონონ ეს ჩვენ არ ვიყენებთო, მაგრამ ნამდვილი სომხური მწვადი კეთდება აემის დამატებით ურსი, რასაც ეწოდება და გეტყვით რომ აი ეს ჩვენ ეს დავშვენით ეს ურსი და აი ესე გამოიყურება, ადრეც გაჩვენეთ, აბა ოპერატორო აჩვენე, აი ესე გამოიყურება ეს და სხვათა შორის ვისგანაც შევიძინე ეს სუნელი, მითხრა რომ ძალიან კარგად გამოიყენება ჩაიშიო, ჩაით შეგიძლია მიირთო ძალიან სასარგებლოა. კარგით, ეხლა ეს გადავდოთ ცალკე და დავიწყოთ. ხო, რა გვჭირდება კიდე, ესე იგი ლიმონი გვჭირდება, ძალიან ცოტა დაგვჭირდება დაფნის ფოთოლი, რა თქმა უნდა შავი პილპილი და რა თქმა უნდა ხახვი და მარილი. დანო, გადავიდეთ ეხლა პროცესზე ნელ-ნელა. კარგი? კი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მანამ ხორცის ჭრას შეუდგებით, მე გავჩვენებთ ესეთ რაღაცას. აი, პატსოთა ესეთ ნახევარშიგაც მარი დაგვჭირდება. რო გემოგასცეს დაფნის ფოთოლმა, აი ესე პატარ-პატარა ნაკუწებად აი ესე ჩავჭრით, აი ესე და დავტოვებთ ცოტა ხანი მანამ ხორცს დავჭრით. დანო აბა მომაწოდე ხორცი. მომაწოდე ეს ერთი ნაჭერი. რა მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, 1-2 სიტყვით შევეხები. მოკლედ, მომდევნო იქნება თუ როცა იქნება ვიდეოში, მე უნდა გაჩვენოთ ტოლმის ჩემებური ვერსია. ტოლმა იტყვით რომ ყველა ვიცითო, მაგრამ მაგას ნუ იტყვით, ყველა მარიცით, ეს ძველებური თბილი. მომდევნო ვიდეოში გაჩვენოთ, მომდევნო იქნება თუ რომელი არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გპირდებით რომ ნამდვილ ტოლმას გაჩვენებ და აი ეს ქონი რომ მოვასალე მე ამ ხორცს, აი ნახეთ, ქონი რომელიც ხონდა უკნიდან, ტყავიანი ქონი, აი ესეთი. აი ამას მე ახლა მასივარში შევინახავ საყინულეში ამას და გაჩვენებთ რომ ეს დაგვჭირდება ძველი თბილისური ტოლმის მომზადებისთვის. დანო, შეინახე? არ გინდა, აი ეგ დადე. მე აი ეგ დადე თვითონ. ეხლა დავიწყოთ ჭრა. ვინაიდან და რადგან ჩვენ პატარა მაყალი გვაჩუქეს, შევეცდები რომ ნაჭრეებიც ძალიან დიდები არ გამოვიდეს. დანო ჩაყარე ესენი. ამ ქვაბში? აი აქ ჩაყარე. მომაწოდე დანი? მომაწოდე პაპა? ძალიან კაი დანა მაჩუკა, მადლობა ქალბატონს. აი ესეთი ნაჭრეები რომ მოუხდეს ჩვენ პატარა მაყალს. ისეთ ნაჭრეებს ავჭრით. აი ესე. ჩააგდე დანო. ჩავაგდე. აი ესე. მომაწოდე ხა სხვა ნაჭერი? ჩააგდე. ოჩახ. მინდა გითხრათ რომ ესეთი პატარა ნაჭრები არასდროს არ დამიჭრია, მე საუკუნეა მწვადებს ვაკეთებ, მაგრამ მინდა რომ მოვარგო და ნახოთ როგორ გამოვა ჩვენ პატარა მაყალზე. ეს ნაჭერი დავტოვოთ, მომეციდანი. მოვამზადოთ ხახვიც. აი ესეთი. ხახვის დაყრის პროცესი, მეგობრებო, ყველა მარიცის.
და დამაყვირდით მე ახლა. აი ესე მაგრა უჭერ, აი ესე ხავს და თითქმის ვადენ წვენებს. აი უყურეთ, რომ ხორჩი შევიდეს ხახვის გემო. მარტო ის არ არის, რომ პირდაპირ დააყარო. აი ნახეთ როგორ არის მოზელილი ეს, აი ესეთი დაჭყლეტილია. აი ნახეთ, აი ეს პროცესი ხახვის დაყრა. უბრალო რაღაცა მწვადის, აქვს ხონია რომ უბრალო რაღაცა. უყურეთ, წვენს უყურეთ, როგორ გავზის. აი ესე უნდა ჩავწუდოთ ხახვი და ისე უნდა დავაყაროთ. აი ესე ეყოფა ეს ხახვი შევინახოთ. მოსაყრელად ეს ეყოფა. ეხლა გავუშვათ ჩვენი მთავარი ინგრედიენტი, როგორც გითხარით, აი ეს ურცი. აი ამ პორციაზე, ხორცის ამ პორციაზე, აი ეს ეყოფა ეს, რაც რო გაჩვენეთ. ესე დატოვეთ აქ ესე. რა თქმა უნდა გავუშვათ მერე პილპილი. რო ამოვატრიალებ ხელით, მერე დავამატებ კიდე ცოტა პილპილს. გავუშვათ ახლა მარილი. მარილი დავაყაროთ. მერე ცოტა დავამატებ, რო ამოვატრიალებ. ეხლა ჩემო ძვირფასებო, აი ეს ჩვენი დაფნის ფოთლიანი ძმარი მოვასხათ. ცოტა მებევრება და აი ამდენს მოვასხავ. და ბოლო აკორდი დანი მომაწოდე ჩვენი ლიმონი. აი, აჰა. მადლობთ დანი. აქ დაგჭირდება ჩვენ ნახევარი ლიმონი. ბევრი არ გვინდა, დანი ეს შეინახე. მან დადე. და აი ეს ნახევარი ლიმონის წვენი, ესეთი თავისებური პიკანტურ გემოს მისცემს. აი ესე. და ეხლა ეს ყველაფერი კარგად უნდა ამოორიოთ ხელით. აი ესე. აი ესე კარგად ამოორიოთ, რომ რა თქმა უნდა გამოვიდეს კარგი პასტურმა. იცით უკვე აქ რაც აგვაქვს გამოყენებული. გაგიმეორებთ. მოკლედ გამოვიყენეთ ხახვი, პილპილი, ურცი, ცოტა ძმარი, დაფნის ფოთოლი, მარილი. მეტი ამას არაფერი არ უნდა. ამას უნდა ეხლა ჩემო ძვირფასებო 1-2-3 საათი რომ სადმე ცივა ადგილას, მათ ცივარი არ არის საჭირო, ზამთარია. მარინადია ესეთი ბასტურმა, დანო მომაწოდე ცელოფანი. აი ეს ცელოფანი გადავაკრათ. 1-2-3 საათი. მინდა ერთ რაღაცას ხაზი გაუსვა, ჩემო ძვირფასებო. ზოგი ბასტურმა საკეთებს და ასე ვთქვათ, მთელი ღამე სტოვებს. მე მინდა გითხრათ, ეხლა ჩემი გემოვნებით გინდა გითხრათ, ესეთი რაღაცა. მთელი ღამე მე არ მჭირდება. იმიტომ რომ მთელ ღამეში უფრო ძალიან ძაფრად უჯდება ეს გემოები და მე მთელ ღამეს არ ტოვებ 2-3 საათი. აი 2 საათიც გავიდა და ნახოთ ახლა როგორი გამოვიდა. მაგარი სუნი აქ დანო აბა უსუნე დანო მოგწონს. კარგია? ეხლა მოვამზადოთ მაყალზე, ნახოთ ჩვენი პატარა მაყალი რას გააკეთებს. აბა გავყაროთ. კარგი. ხელში არის დაკო. არ ჩაბირდე აქ. კაცია ახლა წინ. არ უნდა არა. დავიწყოთ ახლა შამფურზე აგება. ყურადღებას არ დაგაცნეთ და არ გეტყვით რომ აი ესეთი არის ყველამ ძალიან კარგად იცის. ისე ახლა რომ ასწავლიან, სწორედ გეჭიროს ხორცი, ან ესეთ რამს არ გასწავლით მე. იცით როგორც უნდა ააგოთ, ამას მე არ გასწავლით. მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, ჩემო ძვირფასებო, მე ვცდილობ, რომ დაბასტურმების დროს
დაბასტურების დროს ხალხი, რომელიც ახვა ხორცს, იმ ხალხს ვცდილობ რომ მოვაცილო. იმიტომ რომ შეწვის დროს ეს ხალხი, რომელსაც ახლა ხედავთ, ეს ხალხი ხორცს გააშავებს. და ვცდილობ რომ ის ხალხი დარჩეს ჯამში და ის არ შეიწვას. აი ამას გეტყვით მხოლოდ. აგებას სწავლება არ უნდა, ნელ-ნელა ესე ავაგოთ და თან ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით მწვაძე. მოკლედ ვაგზელეთ ამ პროცესს, გითხარით რომ ხალხებს არ ვაყოლებ და მოგიყვებით ერთ ისტორიას. ისტორია არ არის ეს, სინამდვილეა. ძველ დროს, ძველ თბილისურ უბნებში მწვას რო სწამდნენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სხვადასხვა რა თქმა უნდა მრავალეროვანია ჩვენი თბილისი და ზოგადად ძველი უბნები. სუნი ხო იცით როგორი სუნი დგება ხოლმე, მწვადი რო იწვის, თელ უბანს ესმოდა ხოლმე ეს სუნი. და რაზე ვაკეთებ ახლა, რაზე ვამახვილებ ყურადღებას თქვენი, ჩემო ძვირფასებო. სუნი რო დგებოდა უბანში, სუნი რო დგებოდა, მე თან ხალხს ვაცვლით ამჩნევთ ამ პროცესს, ხალხი არ ნაახვეს. სუნი რო დგებოდა უბანში, ჩვენ უკვე წინასწარ სუნზე გძნობდით, რომ ეს იწვის ქართული მწვადი თუ სომხური მწვადი. აი ეს სახუმარო დგებით, მაგრამ სინამდვილეში მართლა ესე იყო. ანუ სომხურ მწვადს როგორ ვარჩევდით? სუნით. სუნი, აი ეს რაც უყავი მე ხლეს სუნელი, ეს ურცი რაც გავუკეთე მე ხლა ხორცს დაბასტურების დროს. აი ეს ურცი თავისებურ სუნს აყენებს შეწვის დროს, რო იცოდეთ. თავისებური განსაკუთრებული სუნია, არომატია განსაკუთრებული. აი ესე აჩვენე ოპერატორო, ადგილები დავტოვოთ, ძალიან მჭიდროდ რო არ იყოს, აი ეს ადგილები. მარტო ამას გეტყვით და ხალხს ვაცლი, ხალხი საერთოდ არ ნახკონდეს. კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა, ჩემო ძვირფასებო. აი სუნთან დაკავშირებით, ამ სომხური მწვადის სუნთან დაკავშირებით, ნამდვილი ამბავია. პოსტკომუნისტურ პერიოდში, ბოლოს უკვე, კოოპერატივები და ისინი რო გაიხსნა, ახალი კოოპერატივები და ცეხები რო გაიხსნა, სომეხმა კომბინატორებმა ერევანში, სომეხმა კომბინატორებმა გამოიგონეს ესეთი ფულის გასაკეთებელი თემა. ანუ რა გამოიგონეს? ამერიკელი სომხები მონატრებულები იყვნენ სომხურ მწვადის სუნს. და ამ კომბინატორებმა, ცეხავიკებმა, ეგრეთ წოდებულმა ცეხავიკებმა გამოიგონეს ჯეშის თუნუქის ბანკებში, ლუდები რო არის ახლა, აი მაგ ბანკებში აკეთებდნენ სპეციალურად ქიმიურად შექმნილ სუნს, მწვადის სუნი, მეზობლის მწვადის სუნი ერქვა ინგლისურად, რუსულად, ზაპახ სასეცქელო შაშლიკა. აი ეს სუჯდებოდა რაღაც კაპიკები, ძალიან ცარელა იყო თვითონ, ეს ხუთი სუნი იყო მარტო. და ამას ათასობით, მილიონობით აღზანდნენ ამერიკაში. და იყიდებოდა $1 იყიდებოდა აი ეს ზაპახ სასეცქელო შაშლიკა, მეზობლის მწვადის სუნი. ხსნიდნენ ამ ხილას და ამოდიოდა თელ ოთახში დგებოდა მწვადის სუნი. აი ესეთი ისტორია გამახსენდა ამ სუნთან დაკავშირებით. აი ესეთი ამბავი. ცოტა ბნელა, მაგრამ მე მგონი მზად არის, აბა ვნახოთ. აი, მე მგონი მზად არის რა, ნახე რა ნაჭერია.
ცოტა ხანი დავტოვოთ. აბა გავსინჯოთ ეხლა როგორი გამოვიდა. ძალიან მაგარია. გემრიელია ძალიან მაგარია, აი ურსით რო წკეთდება. გამზადეთ, თუ გენდომებათ ამ ურსის შეძენა, მომწერეთ კომენტარებში ჩემო ძვირფასებო. მე თქვენ გაჩვენებ პატარა პაკეტით, მომწერეთ ადგილზე მოგივათ პატარა პაკეტით ურსი თუ გენდომებათ, წვადის შეწვათ ურსით. უგემრიელესი გამოვიდა. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე ჩემო ძვირფასებო. ნახვამდის.